საღამო მშვიდობისა, ეს არის გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურვა და დღეს წარმოგიდგენთ. სტუდენტები შეწყვეტილი სტატუსებით, სტუდენტები 5000 ლარიანი ჯარიმებით, სტუდენტები პოლიციის პირისპირ და სტუდენტები საპატიმროში. კომპლექსური ზეწოლა წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული ახალგაზრდების წინააღმდეგ. რეპრესიები თუ პროფესიული დაპირისპირება. ბათუმის დრამატული თეატრიდან სამედიცინო ფურცელზე მყოფი მსახიობის გათავისუფლებას დასის ნაწილი დევნად აფასებს. მსახიობების ნაწილი თეატრის მართვის მანკიერ მხარეებზე და არტისტების დამონების მცდელობაზე საჯაროდ საუბრობს. რა ხდება თეატრში? არაღიარებული პოლიტიკური კრიზისი, ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, ხელახალი საპარლამენტო თუ კალენდარული თვითმმართველობის არჩევნები. რთული პოლიტიკური გაზაფხული ქვეყანაში. საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ პროცესებს ვაჯამებთ გადაცემაში. სათქმელი ირინა ყურვასთან ერთად. ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაվել ჰერჩინსკი პირდაპირ იყო ჩართული წინა საარჩევნო კამპანიაში. ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. შალვა პაპუაშვილი ამბობს, გაიხსენეთ მისი გამოსვლები, მისი აქცენტები, ხან თხრობით გველაპარაკებოდა, ხან ლექსებით. ის ცხადად იყო ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო წინა საარჩევნო კამპანიაში. აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე პირდაპირ იყვნენ ჩართული წინა საარჩევნო კამპანიაში. დღეს ბრალდებები ისმოდა გერმანელი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ჯგუფების მისამართითაც. მიხაილ როთი ან ვიოლა ფონ კრამონი პირდაპირ ოპოზიციის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდნენ, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მანამდე კი ელჩები ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის საელჩობის წარმომადგენლების დასწრება მზია ამაღლობელის პროცესზე არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის პროცესი მიმდინარეობდა, რომელსაც ამჯერად დანიისა და ნორვეგიის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ. პროცესზე დღეს პოლიციის მაღალჩინოსანი გოჩა ვანაძე სასამართლოს უმტკიცებდა, რომ მზია ამაღლობელი თავად დააკავა. ბათუმელების რეპორტიორი მანანა ქველიაშვილი კი სასამართლოს იმის შესახებ უყვებოდა, რომ პირდაპირ ეთერში გადაიღო გრიგოლ ბესელიას მიერ ამაღლობელის დაკავება. საინტერესო დეტალია ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა სულხან მესხიძის მიერ გადაღებული ვიდეო, თითქოს მზია ამაღლობელი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს. თავად ჟურნალისტმა კი მოსამართლეს უთხრა, რომ ამაღლობელის ადმინისტრაციული წესი დაკავებისას ის საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მოსამართლემ საქმის განხილვა დაასრულა, განაჩენს კი 18 მარტს საღამოს 6-ის ნახევარზე გამოაცხადებს. ამავე დღეს უნდა გაიმართოს მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ ერთი პროცესი, ამჯერად სისხლის სამართლის საქმეზე. ჩემი სოლიდარობა მზიას, თავისუფლება მზია ამაღლობელს. ამჯერადაც ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი. ზებრაზე ინტენსიური მოძრაობის ბრალდებით ბათუმში სასამართლომ 23 ადამიანი ჯამში 115,000 ლარით დააჯარიმა. მათ შორის არიან სტუდენტებიც. კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე შევაჩერებთ დღეს ყურადღებას. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 სტუდენტს, მათ ვინც უნივერსიტეტის შენობაში მიმდინარე პროტესტში მონაწილეობდა, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით სტუდენტის სტატუსი შეუწყდა. ერთი დღით ადრე კი პოლიციამ ისინი 5,000 ლარით დააჯარიმა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტას დისკრიმინაციად აფასებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ. სტუდენტებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის სახით ისეთი თანხის დაკისრება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყანაში საშუალო ხელფასს და შემდეგ მათთვის სტუდენტური სტატუსის შეწყვეტა, წარმოადგენს პოლიტიკური რეპრესიების კიდევ ერთ გამოხატულებას, რომლის მიზანიცაა სტუდენტური პროტესტის ჩახშობა. განათლების უფლება დაცული და გარანტირებულია არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 27 მუხლით, არამედ ისეთი საერთაშორისო აქტებით, რომლის ხელშემკვრელიცაა საქართველო, მათ შორისაა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი. ახსენებენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საიას იურისტები. რეპრესიებზე საუბრობენ ბათუმის დრამატულ თეატრშიც. მსახიობების ნაწილს აქვს განცდა, რომ თეატრში სწორედ რეპრესიების ეპოქა დადგა. 10 მარტს მსახიობი თორნიკე ბარამიძე გაათავისუფლეს და ამ ფაქტს გამოეხმაურა მისი კოლეგა ტიტე კომახიძე. ბათუმის თეატრში დაიწყო რეპრესიები, დაწერა მან სოციალურ ქსელში და ახსნა, რომ თორნიკე ბარამიძეს საავადმყოფო ფურცელი ჰქონდა გახსნილი.
ეს იყო ერთგვარი პასუხი მიზეზზე, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა სპექტაკლებზე და რეპეტიციებზე გამოუცხადებლობა. ხვალ კიდევ ვიცი სხვა მსახიობების რიგია. მალე ჩემიც. კი ბატონო, ასე იყოს, როგორც თქვენ გადაწყვეტთ, თეატრის ვაი ხელმძღვანელობა. დრო ყველაფერს დაალაგებს. ოქროს ვერ დაგპირდებით და ყავისფერი ასოებით კი ჩაეწერებით თეატრის ისტორიაში. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. სამართალი ზეიმობს ბათუმის თეატრში. ასეთი იყო ტიტე კომახიძის გამოხმაურება. თორნიკე ბარამიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა მეგი კობალაძემაც. მსახიობი ფიქრობს, რომ თორნიკე ბარამიძის ბედს მალე თვითონაც გაიზიარებს, რადგან მისივე განმარტებით მიუხედავად მისი ავადმყოფობისა, საავადმყოფო ფურცლის გახსნისა და ხელმძღვანელობის სათანადოდ ინფორმირებისა, არც მისი ჩანაცვლება მომხდარა სხვა მსახიობით და არც სპექტაკლი მოუხსნიათ. მეგი კობალაძემ დირექციას ერთდღიანი გაფიცვის უფლებით სარგებლობის შესახებაც შეატყობინა. ეს ის მსახიობია, რომელსაც საყვედური გამოუცხადეს მას შემდეგ, რაც მან სამხატვრო ხელმძღვანელთან ნუკრი ხანთარიასთან ინციდენტის ამსახველი ვიდეო საჯაროდ გამოაქვეყნა. ინციდენტი კი ხელშეკრულების გაფორმებას უკავშირდებოდა. უკავშირდება თუ არა ბათუმის თეატრში მომხდარი პროევროპულ აქციებში მსახიობების მონაწილეობას ან მათ პოზიციებს. არ ვიცი დარწმუნებით ეს პროტესტს უკავშირდება თუ არა, როცა ყველა გარეთ იყო და ახლაც გრძელდება პროტესტი, მე ვიყავი ამ პროტესტის ნაწილი. როცა ერი რაღაცაზე წუხს, ერის ნაწილი ვარ მეც. ასეთია სამსახურიდან დათხოვნილი მსახიობის თორნიკე ბარამიძის მოსაზრება. ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციამ მტკნარი სიცრუე უწოდა სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნას. საგანგებო წერილში წერია, რომ გავრცელდა დეზინფორმაცია. მსახიობის დათხოვნასთან დაკავშირებით კი ოფიციალური განმარტება ასეთია. როდესაც მსახიობი ორი კვირით ადრე შემოთვლის, რომ სიცხე აქვს და ორი კვირის შემდეგაც ავად იქნება. ამიტომ ვერ ჩამოდის სპექტაკლის სათამაშოდ. თან ამ დროის განმავლობაში მას შენიშნავენ სხვა ორგანიზაციის პიარ ღონისძიებაზე, ხოლო ის შემდგომ არ გამოცხადდება სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად. თან ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა და ამასთანავე მას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო საბუთი. თეატრის ხელმძღვანელობა ვალდებულია გამოიყენოს მის მიმართ შინა განაწესით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მუხლი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების გაწყვეტას უვადო ან გარკვეული ვადით. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც და არანაირი პოლიტიკური ნიშნით დევნას აქ ადგილი არ აქვს. ასეთია ამონარიდი ოფიციალური წერილიდან. რა ხდება ბათუმის დრამატულ თეატრში და რატომ აღიქმება იქ მიმდინარე პროცესები რეპრესიებად, ამაზე ჩვენ მსახიობ ტიტე კომახიძესთან ერთად ვიმსჯელებთ. აქვე გეტყვით, რომ გადაცემაში მონაწილეობა და თეატრის ხელმძღვანელობის პოზიციის საჯარო დაფიქსირება შევთავაზეთ ადმინისტრაციას, თუმცა ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა ირაკლი დევაძემ უარი გვითხრა და განაცხადა, რომ თეატრის ოფიციალური პოზიცია ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. მეც სწორედ ამ წერილიდან გაგაცანით ამონარიდი. დღეს ჩვენი სტუმრები არიან რევა ზაფხაზავა, განათლების ექსპერტი, თავისუფლების მოედნის წევრი, ნიკოლოზ მირცხულავა, აქტივისტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ტიტე კომახიძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი და არჩილ გორდულაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ჩვენ შეგვიძლია საუბარი დავიწყოთ ჩვენს პირველ სტუმართან, ბატონი რეზო ხაზზეა უკვე. საღამო მშვიდობისა, მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონო რეზო, პირველ რიგში მინდა გკითხოთ თეატრალურ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე და საინტერესოა თქვენი შეფასება, ეს პროცესები არის ამ ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის პრობლემა, თუ აქ ამ სტუდენტებისადმი დაფიქსირებული დამოკიდებულება შეიძლება განვაზოგადოთ როგორც წინააღმდეგობაში ჩართული ახალგაზრდების წინააღმდეგ გატარებული რეპრესიები. დიდი მადლობა, მივესალმები თქვენს მაყურებლებს. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური მოვლენა, ეს არ არის რაღაცა ფრაგმენტული ეპიზოდი, აი ამ ასეთი ტიპის რეპრესიების, ეს არის სახელმწიფო მანქანა, რომელიც ძალიან დიდი ძალისხმევით თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად მუშაობს იმისთვის, რომ განათლების სისტემა ზოგადად, განათლების კულტურის და სხვა სისტემების, სხვა ინსტიტუციების მთლიანად გადააქციოს თავის ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად. ეს არ არის უბრალოდ ჩემი აზრი, ამაზე მეტყველებს უამრავი მტკიცებულება, მაგალითად ჩვენ ნახეთ, რომ
როგორ იდევნებიან მაგალითად სკოლებში, სკოლის დირექტორები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ხო, ნახეთ მათ მიერ შედგენილი კრებსები, სუსის მიერ შედგენილი კრებსები, რომელიც გამოქვეყნდა და სადაც წერია, რომ ადამიანებს უკვე უბრალოდ ოცნების მხარდამჭერობა კი არ მოეთხოვებათ იმისთვის, რომ თანამდებობები შეინარჩუნონ და საგანმანათლებლო ლიდერები იყვნენ, არამედ მოეთხოვებათ ის, რომ იყვნენ ძალიან აქტიურები, მოიპოვონ ხმები არჩევნებზე და ასე შემდეგ. ზუსტად იგივე ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ჩვენ გვაქვს ძალიან დრამატული სიტუაცია, ეხა ეს არის ტიპიური 37 1927 წლების 30-იანი თუნდაც 40-იანი 50-იანი წლების რეპრესიები, ხო, განსაკუთრებით ძალუმატ ეს 30-იან წლებში იყო, უბრალოდ აქ არის დახვრეტის ელემენტი გამოკლებული, იმიტომ რომ უბრალოდ ცივილიზაციის სხვა ეტაპზე ვიმყოფებით და თქვენ მოგეხსენებათ, რომ რაღაცა ალტერნატიული მეთოდები არის ადამიანების დაშინების, გაუბედურების და მათი სიცოცხლის ხელყოფის, ხო? თორე მორალურად და იმ მიდგომებით, რომელ მიდგომებსაც და დამოკიდებულებით, რომელ დამოკიდებულებებსაც ესენი იყენებენ, ხო, ამ ხრივ ერთ-ერთში მეორდება ეს ყველაფერი და სხვათა შორის მე მინდა რომ გაგახსენოთ, რომ 37-იან წლებში, 30-იან წლებში, ხო, და განსაკუთრებით 37 წელს, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობის ჩვენი საგანმანათლებლო კულტურული ელიტის თლიანი ნაღები მოხსნეს ჩვენ საზოგადოებას და ეს ადამიანების სიცოცხლის გამოასალმეს განსხვავებული მოსაზრების გამო და მათ შორის უბრალოდ რაღაცა ლიტერატურული თუ შემოქმედებითი თავიანთი აქტივობის გამო, ხო, რომელიც შეიძლება არ ეთანხმებოდა რეჟიმს, ხო, ეს ზუსტად გრძელდება დღესაც და ის არის ძალიან სიმპტომატურია, ძალიან, როდესაც უკვე სტუდენტების დევნაზე გადადიან. ხო, რასაც ხედავთ თეატრალურ უნივერსიტეტში, რაც სტუდენტები, რომლებიც არიან დაჯარიმებული, სტუდენტები, რომლებსაც შეუჩერეს შეუწყვიტეს სტატუსი, სტუდენტები, რომლებიც არიან პატიმრობაში. რატომ გააძლიერა ზეწოლა სტუდენტებზე, ზოგადად აკადემიურ სივრცეზე, ლექტორ-მასწავლებლებზე, ორგანიზატორმა და რას ფიქრობთ, აი, რის მიღწევას ცდილობს ახლა ამის დამგეგმავი? ცდილობს იმას, რომ ეხა ისევე როგორც ჩვენ გარკვეულწულად მათ იდეოლოგებსაც მე არ მაქვს მაღალი წარმოდგენა ეხა დღეს საქართველოში აი ამ ვითომ არსებული ხელისუფლების რაღაც სტრატეგიულ ხედვებზე და სტრატეგიული დაგეგმვის შესაძლებლობებზე, უბრალოდ მათი ხელმძღვანელები, რომლებიც ხედან ხო, აი Facebook კაბინეტებში ის ადამიანები ამ ადამიანებმა ზუსტად იციან ის წარსული გამოცდილება და იციან რომ სტუდენტური პროტესტი, აკადემიური სფეროს პროტესტი, იმ ადამიანების კულტურული სფეროს პროტესტი, ხო, მხატვრების, მუზეუმის თანამშრომლების, თეატრალების, რეჟისორების, ასე შემდეგ, ხო, ამ ადამიანების პროტესტი არის მათთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი და ამიტომაც არის რომ ეს არის გააფრთხრებული ბრძოლა მათ წინააღმდეგ, ხო, ეს რაღაცა ეს რეპრესიული მანქანა გაცილებით ყოველდღიურად გაცილებით უფრო აძლიერებენ ამ რეპრესიულ მანქანას და ამითი მათ გონიათ რომ აი რაღაცნაირად ჩაახშობენ აი იმიტომ რომ მეორე მხარეს არის ის სოციალურად დაუცველი ხალხი, რომელიც მათ მიმულიყავთ სოციალურ დახმარებაზე და მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ინტელექტუალური პოტენციალი, კრიტიკული აზროვნება და რომლებიც არგუმენტირებულად, ძალიან დასაბუთებულად აყალიბებენ თავის პოზიციას და ებრძვიან ამ რეჟიმს. ხო და ამათ ის სეგმენტი, ის კლასტერი უკვე დამორჩილებული ყავთ და ეხლა ცდილობენ რომ ეს სეგმენტის დაიმორჩილონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ, იმიტომ რომ სტუდენტების წინააღმდეგ ბრძოლა წააგო ყველამ, ხო, ამას უკვე დროის განზომილება აქვს, მაგრამ მოკლე დროში იქნება თუ გრძელვადიან პერიოდში ეს ბრძოლა წაგებული არის მათთვის და ეს თვითონაც კარგად იციან, მაგრამ თავად უკაცრავად დავასრულებ, თავად ეს ადამიანები რაციონალურად არ მოქმედებენ, იმიტომ რომ რაციონალურად რომ მოქმედებდნენ, ესენ გადაწყვეტილებებს ისინი არ მიიღებენ, ისინი ასრულებენ დავალებას, თორე ესენი რომ რაციონალურად მოქმედებდნენ, ამ პრობლემებს თავისთვისაც არ შეიქმნებდნენ. ბატონო, მოდით ახლა ცოტა სხვა ჭრილითაც მინდა ამ ევროპული კანონის შემოტრიალებით. დიახ. ბატონო? აი სხვა ჭრილითაც მინდა შევხედოთ და გავაანალიზოთ ის, რაზეც არის საუბარი. თვალში საცემი გახდა ერთგვარად რომ სოლიდარობა მიკლო აკადემიურ წრეებში. ამაზე მაინტერესებს თქვენი შეფასება. სტუდენტების დიდი ნაწილი დღეს
არ მონაწილეობს, არ ჩანს ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში, სოლიდარობის კამპანიებში, ლექტორ მასწავლებლებში კი ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო საგრძნობია. ისინი თანაუგრძნობენ და ან ღიად საჯაროდ ვერ აფიქსირებენ ამ თავის განწყობებს, ან გარიდებული არიან ამ პროცესებიდან. და ასევე საგრძნობია თითქოს დაპირისპირება სხვადასხვა პროფესიულ წრეში, მათ შორის აკადემიურ სივრცეებშიც. როგორ გაანალიზებთ თქვენ ამ საკითხს, რა იწვევს ამას და თქვენ რამდენად ხედავთ, აი როგორ აფასებთ ამას, იქნებ საერთოდ არ არის სწორად ჩამოყალიბებული და თქვენ სხვანაირად უყურებთ ახლა ამ პროცესებს. ხო, არ ვიცი, შეიძლება რაღაც გარკვეულ ნაწილში ესე ვერ დაგეთანხმოთ, იმიტომ რომ აკადემიურ წრეებში ნამდვილად არის ძალიან დიდი სოლიდარობა და ძალიან დიდი პროტესტი. უბრალოდ ჩვენ რატომღაც გვაქვს ეს გარკვეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პატერნები, რომ პროტესტი არის მაინც და მაინც ქუჩაში დგომა. ხო, პროტესტი არის ძალიან მრავალფეროვანი, პროტესტის ფორმები არის ძალიან დივერსიფიცირებული დღევანდელ სამყაროში და ადამიანები პროტესტს გამოთქვავენ. ჩვენ ხო ეხა ძალიან ბევრი სხვა წყარო გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენ პროტესტი გამოვთქვათ, ხო? განსხვავებით 50-იანი წლებიდან, 90-იანი წლებიდან, 80-იანი წლების 29 აპრილიდან და ასე შემდეგ, ხო? დღეს გვაქვს უამრავი წყარო, უამრავი საშუალება და უამრავი ინსტრუმენტი ჩვენი პროტესტის გამოხატვის და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად მარტო რუსთაველის გადაკეტვა არის პროტესტი არის ყველგან. პროტესტი იგრძნობა უკვე ჰაერში, ისეთი დაძაბულობა არის ქვეყანაში და ისეთი კრიზისი არის ქვეყანაში, რომ აი ძალიან მცირე რაღაცა კატალიზატორმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი შეუქცევადი პროცესი ამ ქვეყანაში, რომ მთლიანად ტრანსფორმაცია განიცადოს დღევანდელმა. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ადრე თუ რაღაცნაირად გრძელვადიანი გეგმები იყო, ინფორმაცია ნელა ვრცელდებოდა და ასე შემდეგ, დღეს გაცილებით უფრო ფორსირებული არის. ხო, ჩვენი ცხოვრება და პროტესტის მუხტის განვითარებაც, ხო? იმიტომ შეიძლება ძალიან მოკლე ვადაში ძალიან უცებ განვითარდეს მუხტი და ჩვენ ეს ვნახეთ და ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება შეცდომაზე შეცდომას უშვებს. როდესაც ჩვენ განათლების სისტემას როდესაც ჩვენი აი ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და ეს ქართული ოცნება, რომელსაც აქვს მიტაცებული ხელისუფლება, ასე თანმიმდევრულად ცდილობს, რომ განათლების სისტემა დაანგრიოს და განათლების ამოცანები მთლიანად გამოაცალოს და დაუტოვოს მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია, რომ მათი ძალაუფლება შეინარჩუნონ, მათი ხელისუფლებაში ყოფნა შეინარჩუნონ და ჩვენი შვილების momavali, ჩვენი შვილების განათლება, და განათლება არ არის მარტო აკადემიური განათლება, განათლება მათ შორის არის ის, რომ ისინი მოქალაქეებად უნდა ჩამოყალიბდნენ და პროტესტის გამოთქმა უნდა ისაონ და ეს ყველაფერი რომ შეუზღუდონ და ამის ნაცვლად ჩაანაცვლონ, რომ ეს იყოს რაღაცა პარტიის სამსახურში მყოფი რეგიონალური თუ რაღაცნაირი ინსტიტუციები, ხო, ქალაქის. ეს არის გამორიცხული, ამას ვერ აიტანს ვერავინ და ესენი თვითონ ვერ ხვდებიან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარ პოლიტიკურ სამარეს ითხრიან ამ ყველაფერს. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ასეთი გამთავრდება. ბატონეზე, თუ გესმით ჩემი ხმა, ბოლო კითხვა, ეხლა მივადექით იმ ცვლილებებს, რასაც გეგმავს სამომავლოდაც ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია შეიმუშავებს კონცეფციას, რომელსაც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა უნდა დაეფუძნოსო, ასეთი იყო ბოლო განცხადება. საბოლოოდ რა გამოვა ამ საქმიდან? დღეს, როდესაც ვხედავთ ასეთ წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული სტუდენტების განსაკუთრებით მათ წინააღმდეგ ამოქმედებულ მართლაც კომპლექსურ ღონისძიებებს, ახლა ისევ განათლების რეფორმის წამოწყება და ეს ბოლო განცხადება, თქვენ რა ანალიზის საფუძველს გაძლევთ, რას ელოდებით განათლების სისტემაში ხვალ? ხო, ეს არის ემპირიულად დამტკიცე, ხო ჩვენ ხო რაღაცა ჩემ მოსაზრებებს ხო არ ვიძახი მარტო, ხო, ნებისმიერ ჩვენი მაყურებელიც უყურებს ამ ყველაფერს, ხო? ეს ადამიანები უკვე ძალიან დიდი ხანი არიან ხელისუფლებაში, ხო? 13 წელზე უკვე მეტი არიან ხელისუფლებაში. უამრავი ინიცირება მოახდინეს განათლების რეფორმის და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ის, რომ რეფორმა დადის იქამდე, რომ განათლების სისტემის დამორჩილება მიდის. დამორჩილება და ინსტრუმენტალიზაცია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. მათთვის განათლების
სისტემის ინსტიტუციები, ეს იქნება სკოლამდელი, სასკოლო, უმაღლესი თუ პროფესიული საგანმანათლებლო ინსტიტუციები, მათ თვალთა ხედვაში საერთოდ ისინი ხედავენ ამ ინსტიტუციებს ისე როგორც უბრალოდ საარჩევნო ხმების მოპოვების საშუალებას და არაფერს სხვას. არ აინტერესებთ მათ ჩვენი შვილების განათლება, თანასწორობა და ასე შემდეგ. ხო, იმიტომ რომ თავიანთი თავიანთ შვილებს აქ არ აღებინებენ განათლებას და მიიყავთ ევროპულ ქვეყნებში, რომელსაც გვიძაგებენ და იმიტომ რომ იქ არის კარგი განათლება და ჩვენი განათლების სისტემა უნდა მთლიანად მოსპონო, ეს სოციალური დისბალანსი შექმნა, რომ ადამიანები სოციალურად დაუცველები არიან, ისევ სოციალურად და გაჭირვებულები დარჩნენ და მათი შვილები იყვნენ ისევ აი რაღაცნაირად ფეოდალები ამ ქვეყანაში და თვითონაც დარჩენ ფეოდალებად. ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს და ეს ნამდვილად ამ ყველაფერს წერტილი დაესმება და ხა ეს უნდა ყველა სტუდენტმაც, პროფესორმაც და ყველამ უნდა კარგად გაიაზროს და მე მგონი ყველას უკვე გააზრებულია. მადლობა თქვენ, ჩვენ ამ კითხვას დავუსვამთ დღეს ხელისუფლების წარმომადგენელსაც. მადლობა თქვენი დროისთვის. ჩვენ ვუსმენდით რეზო აფხაზავას, განათლების ექსპერტს. სტუდენტების წინააღმდეგობის მოძრაობაზე და არა მხოლოდ მათ პროტესტზე საუბარს განვაგრძობთ ნიკოლოზ მირცხულავასთან, რომელიც არის ჩვენი სტუდიის სტუმარი. საღამო მშვიდობის, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. პირველ რიგში მინდა გკითხოთ ჯარიმების პოლიტიკაზე, რომელიც თქვენც უშუალოდ შეგეხოთ. 5000 ლარი, რომელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე ადამიანების შემოსავალი, განსაკუთრებით სტუდენტებთან დაკავშირებით არის რთული ამ რაოდენობის თანხის განხილვა. როგორ აფასებ ზოგადად ამ პოლიტიკას, დაჯარიმების პოლიტიკა, რა მიზანს ემსახურება ეს და აი მიზანის შედეგზე რამდენად გავა თქვენი აზრით? პირველ რიგში მოგესალმებით, მე ვესალმებით ჩვენს მაყურებელს და თავისუფლება ყველა უკანონოდ დაჭერილ პოლიტპატიმარს, რაც შეეხება ჯარიმებს. მე უკვე 15000 ლარი მაქვს ამ მომენტისათვის ჯარიმა. სტუდენტისათვის ზოგადად არა მარტო სტუდენტისათვის, ნებისმიერი დასაქმებული პირისათვის საქართველოში იმ ადამიანებისათვის, ვინც დღეს აქციაზე დგას, 5000 ლარი არ ამცირეთ. ახლა ჩვენ გვახსოვს ჩვენი დაჯარიმებები დაიწყეს 500 ლარებით, შემდგომ 2000 ლარებით, იყო 2500 ლარებიც. ნელ-ნელა ზრდიდნენ ამ თანხებს, ამცირებდნენ, ზოგჯერ პატიმრობასაც გვეშჭიდნენ, თუმცა ახლა გადავიდნენ ფინანსურ რეპრესიებზე, როდესაც სტუდენტს 5000 ლარს უწესებ, ასე ვთქვათ, ჯარიმას, რომელიც 3000 ლარს იხდის სწავლის გადასახადში და ამავდროულად მუშაობს 24 საათიან სმენას 600 ლარზე, 700 ლარზე. ფაქტია, რომ გაუჭირდება ამ სტუდენტებს, თუმცა აქვე მინდა ისიც ვთქვა, რომ ძალიან ბევრი მათგანი დღეს იძახის, რომ ამ ჯარიმებს გადახდას არაპირებს, რომ აღიაროს ეს ჯარიმა როგორც კანონიერად, რადგან კანონო პარლამენტის მიერ დაწესებული კანონმდებლობით იქნა მოპოვებული ეს კანონი. რავი, ნახოთ რა იქნება, როგორც ასეთი რთულია, მართლა რთულია ამ პირობებში გამომდინარე იქიდან, რომ თუ გადახდებით, ბარათებთან წვდომაც გაგვიჩერდება, სამსახურშიც მუშაობასთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექნება გამომდინარე იქიდან, რომ ხელფასების დარიცხვა, ეს ყველაფერი, რავი, ვერ მოხერხდება ფიზიკურად, მოგვიწევს რაიმე სხვა მიზანი რა არის? ეს არის საპროტესტო მუხტის განლევა, თუ ეს არის ამ საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების წინააღმდეგ ანგარიშწორება, როგორ უყურებთ თქვენ ამ? ეს არის უფრო ანგარიშწორება, დაშინების მცდელობა, თუმცა ფაქტია, რომ არ გამოდის, მაგრამ ჩვენ უფრო კიდე არ გამოდის, ამაზეც მინდა გავახოლოთ ყურადღება. როგორ შეიძლება გამოდის ადამიანები, რომლებიც მაგალითად 15ჯერ დააჯარიმეს ადამიანი, რამდენჯერმე თქვენ აგერ ამბობთ, რომ უკვე ერთი პირველი არ იყო, ხო, ეს დაჯარიმება, მესამე და ეს საბოლოო ჯამში შესაძლებელია ეხლა იყოს განწყობა ესეთი, რომ არ აპირებთ გადახდას, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს თანხა არის სოლიდური თანხა და წარმოუდგენელია არა მხოლოდ სტუდენტებმა, მოქალაქეებმა შეძლონ ამ ჯარიმების გადახდა. ამიტომ საინტერესოა იმოქმედებს თუ არა ეს ამ მუხტის ჩაცხრობაზე, მიაღწევს თუ არა ამით შედეგს ის, ვინც გათვალა ეს, ხო, თუნდაც იმ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით. ამით აქციები, რომელზეც მუდმივად ამბობენ, რომ გათითო კაცდა, მოახერხებენ თუ არა ამ საპროტესტო აქციის ჩახშობას საბოლოოდ. მე ეჭვება რამოდენიმე მაგალითი გვაქვს ამ ყველაფრის. ერთ-ერთი მაგალითი შემიძლია საკუთარი თავი მოვიყვანოს, როდესაც დაჭერილიც ვიყავი, მრავალმხრივ დაჯარიმებული, მათ შორის ამ მომენტში 15000 ლარი მაქვს, თუმცა სანამ აქ მოვიდოდი აქციაზე ვიდექი. ზუგდიდში გვაქვს ნათელი მაგალითი, როდესაც მარიამ სიჭინავა რამდენჯერმე დაჯარიმდა, ასევე თბილისში ყველა ღამე თითქმის თითოეულ ადამიანს აჯარიმებენ, თითო გასვლაზე ყველა დღე ურეკავენ მომდევნო დღის ჯარიმაზე უკვე
ხუმრობთ, რომ ამის წინასწარ დაგვირეკოს ამ ხალხმა, რომ აი თქვენ ხვალ აქციაზე გამოდიხართ და წინასწარ 5000 ლარით უკვე დაჯარიმებული ბრძანდებით. ასე რომ ხალხს ვინც ეკრანებიდან გვიყურებს და ფიქრობს, რომ თვითონ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს გამოსვლას, მაგრამ ჩვენს გვერდით არის, ნუ შეეშინდება იმის, რომ 5000 ლარიანი ჯარიმა ვინმეს წინააღმდეგობა შეუქმნის იმაში, რომ ჩვენ გავალთ. ჩვენ მაინც ბოლომდე დავრჩებით აქციის ფაზაზე, სანამ არ მივახცევთ კონკრეტულ მიზნებს. ამ კონტექსტში კითხავთ, საინტერესო იყო ირაკლი კობახიძის პოზიცია დღეს და წავიკითხავ. ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, ატარებენ 300 კაციან აქციას, რიტუალივით აქვთ 1 საათით გადაკეტავენ ქუჩას და ბრუნდებიან შემდეგ სახლში. თავისი ფეხით მოდიან, ავსებენ ბიუჯეტს, ამისთვის მადლობად შეიძლება გადაუხადოთ, არ ვიცი, ქილიკი იყო, სარკაზმი, ხუმრობა. მოკლედ, რას გეუბნებათ თქვენ ეს ფრაზები? ზოგადად არასერიოზული რა დამოკიდებულებას აქვს? არასერიოზული ხალხი არიან. თუ 300 კაცზე მიდგა საქმე, მაშინ მოდი ცოტა სხვა ლოგიკით გავყვეთ. პირველ რიგში რუსთაველის გადაკეტვაზე იყო ამ შემთხვევაში აქ საუბარი და ძალიან კარგად ვხედავთ 300 კაც ლამის ერთ დღეში უწერენ ჯარიმას და მეორე 300 კიდე წერს ჩვენ რატო არ გვაჯარიმებთ, ჩვენც რუსთაველზე ვიყავითო. შეეშვა ამ დათვლას, მათემატიკა არ არის მათი ძლიერი მხარე. რაც შეეხება ამ დამცინავ საუბრებს, რავი, უბრალოდ ცდილობენ ალბათ ნერვების ომში ჩაგვითრიან, რომელსაც მათი აზრით ჩვენ წავაგებთ, რავი, ჩვენ უკვე საკმაოდ განვლილი გვაქვს დარბევები, მთელი ეს ხანა, ასე რომ ვთქვათ, აქციების და ნორმალურ ადამიანს ძალიან ყველამ კარგად ვიცით, როგორ შეიძლება გაუჭირდეს ამ ყველაფრის თუნდაც ეკრანიდან მიდევნება, როგორ გირტყამენ, როგორ გცემენ, როგორ ასხამენ შენ თანატოლებს წიწაკის სპრეის ან ესვრიან ტყვიას მათ შორის რეზინის. რავი, ჩვენ ეს ყველაფერი გადავიტანეთ, ნერვული სისტემა შევინარჩუნეთ, ვდგავართ ბოლომდე და ნერვების ომშიც ვიცოდით ჩვენ რამდენად გრძელვადიანი პერიოდი იყო ეს ყველაფერი და მე ეჭვება ვინმემ ამ ყველაფრის გამო დავთმოთ რაიმე, რადგან ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი მეზობლები, თანატოლები არიან დღეს ციხეში. მათ ჩვენი იმედი აქვთ, ჩვენ მათი იმედი გვაქვს, რომ ისინი შინაგანად არიან მზად იმ ყველაფრისთვის, რასაც ამ პერიოდს გადიან და ჩვენ სამავდროულად ვცდილობთ, რომ ისინი გავამხნევოთ და ბოლომდე მივიყვანოთ ის ეტაპი, რომ ეს ადამიანები გარეთ იყვნენ. უპირველესია ამ ადამიანების თავისუფლება, შემდგომ უკვე ხელახალი არჩევნები, რის გამოც წამოვიწყეთ ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში რუსეთიზაციის შეწყვეტა საქართველოში. კი ბატონო, და ბათუმში მიმდინარე აქციებს რომ დავუბრუნდეთ, აქაც აი ყო გვესმის და თქვენც დარწმუნებული ვარ, არაერთხელ მოგისმენიათ, რომ აი ვიღარც კი გამოყავთ ხალხი აქციებზე, ასეთ შეფასებები ისმის ხელისუფლების მხრიდან. თქვენი შეფასებით დრომ უარყოფითად იმოქმედა ამ პროცესებზე? როგორია სამომავლო გეგმები? აი ამ აქციებთან დაკავშირებით მოვიდა გაზაფხული, რომელიც პოლიტიკურად არც ისე მარტივი იქნება. ქართული ოცნება მიყვება დღის წესრიგს, კალენდარული თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ აქციის მონაწილეების დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევის მოთხოვნა. როგორ ფიქრობთ დღეს რა რესურსი აქვს ამ თავარი მოთხოვნის მისაღწევად აქციებს როგორც ბათუმში, ასევე თბილისში და ხوارი გეგმება, არ ვიცი, ან გამომსახველობითი ფორმების, ან მასშტაბების, რა ცვლილებები იგეგმება? გასაგებია, რომ ორგანიზატორს ეძებენ და ვერ პოულობენ ყოველ ჯერზე, მაგრამ ხასიათი აქციის რას აჩვენებს? პირველ რიგში ორგანიზატორს ვერ იპოვიან ვერასოდეს, გამომდინარე იქედან, რომ ეს ხალხი თავიანთი სრულით გადის და მე ეჭვება ვინმე ყურით მისათრევი გახდეს, რომელიმე ადგილას ზოგადად ქართველები იმდენად ჯიუტიერი ვართ მსგავს საკითხში. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, აი ვეღარ გამოყავთ ხალხი, რომ რამდენჯერაც მსგავსი რამ თქვა, შემდგომ ისეთი სისულელე მიაყოლა, რომ ყოველთვის დარბევები დასრულდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იმდენი ხალხი გამოვიდა, რომ მათვე შეეშინდათ და დასჭირდათ, რომ გამოიყვანათ წყლის ჭავლები, დასჭირდათ გამოიყვანათ რობოკოპები, რომლებიც როტაციის დრო თუ იყო მაგალითად მაგამდე 5 საათი უკვე ყოველ 15-20 წუთში ერთხელ სვიდნენ, რადგან რობოკოპებიც კი აღარ ყოფნიდათ და იღლებოდნენ ეს ადამიანები. გამომდინარე აქედან ვეტყვი, რომ ნუ ეშინია მას ამ ყველაფრის, უბრალოდ ბათუმში გურიაში იყო თითოეულობა, ეს ხალხი ბოლომდე იყო გადასული ერთმანეთის დახმარებაზე. მათ შორის ვიღაცები, ვისაც არ შეეძლო მაგალითად მე პირადად, რომელიც იქეთ დასახმარებელი გავხდებოდი, მერჩვენა ბათუმში დავრჩენილიყავი და ის საქმე გამეგზავნებინა, რაშიც ჩართული ვიყავი. ჩვენ შევგროვდებით ისევ, გამოვიზაფხულებთ, ისევ იგივე რაოდენობით დავბრუნდებით. ჩვენ გვახსოვს
რუსულ კანონის პერიოდში მარტის აქციების გვახსოვს ჩვენ. დიახ, აი ამით დავასრულოთ, რომ შევაჯამო ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. მთავარი ღირებულება, მთავარი საკითხი, მთავარი ფასეულობა, რის ირგვლივაც სხვადასხვა პროფესიული წრეების წარმომადგენლები, სხვადასხვა ინტერესების ადამიანები, სტუდენტები, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები ერთიანდებიან. რა არის ეს მთავარი? ქვეყნის სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა და უბრალოდ იმ ყველაფრის დანახვა, რაც დღევანდელ დღეს ხდება. და თუ დღეს კიდევ ვინმე არის ისეთი ადამიანი, ვისაც ეს ყველაფერი არ დაუნახავს, თუ როგორი სიტუაცია, როგორ უჭირს ქვეყანას და რამდენად ძიმე ფონი გვიდგას, ძალიან სამწუხაროა, ვეცდები გავესაუბრო მას პირადად და რავი, სიამოვნებით მოვისმენ არგუმენტებს და მიზეზებს, რას ხედავს კარგს და შემდგომ მე ავუხსნი საკმაოდ ბევრი მეთოდით, ვიდეო მასალით და კი, ბევრია ჩვენ ზირგვლივ, ჩვენ საზოგადოებაში ასეთი ადამიანები, რომლებიც გულწრფელადად შეიძლება არ გეთანხმებოდნენ და ადამიანები, რომლებიც შეიძლება გეთანხმებოდნენ, მაგრამ საჯაროდ ამ პოზიციებს ვერ აფიქსირებენ. თქვენ ამბობთ, რომ შეხვდებით, აი ეს დროც რაში გადის ეს დრო თუ თქვენ მსგავსი კომუნიკაციების დამყარებას არ ცდილობთ ამ დრომდე? სხვათა შორის ვცდილობთ, არ ვცდილობთ ცოტა ისეთი თქვა მიიქნება ჩვენი მხრიდან გამომდინარე აქედან ჩვენ თითოეულ ადამიანს ამ აქციების იქეთ ყოველდღიურად ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. ვიღაცები სამსახურში დავდივართ, ვიღაცები მაგალითად ფეხბურთის თამაშს ვაკვირდებით, ეზოში გამოვდივართ თითოეულ ადამიანთან. იმდენად საინტერესო რამ არის ეს პროცესები, რომ ხალხი თვითონ მოდის, თვითონ ეკითხება, რას ფიქრობ, როგორ იქნება. აი მაგალითად ვინც სიტყვაზე ვთქვათ, მართლა წაღამახსენე 500 ლარიანი და 600 ლარიანი სამსახურები აქვს ხალხს. ერთადერთი შემოსავალია ოჯახისთვის და მცირეწლოვანი შვილები ყავთ. გეუნება მოდის, რომ იცი რა, იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს შეცვლით, გაიმარჯვებთ, უბრალოდ თქვენ ჩემი პოზიცია იცით, ვერ გამოვდივარ, შეიძლება ის ერთადერთი სამსახურიც კი დავკარგო, რომელიც ახლა ჩემი შემოსავლის წყაროა. კი ბატონო და ბოლოს რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ეხლა ჩვენ გარკვეულწილად ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მთავარი სათქმელი, მთავარი გზავნილი თქვენ იმ ადამიანებისადმი, ვინც გულწრფელად არ იზიარებს თქვენს მოსაზრებას. თქვენ იცით, რომ საზოგადოების არც თუ ის მცირე ნაწილი სწორედ ასეა განწყობილი, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაცები ვერ ბედავენ ღიად მხარდაჭერას. ასევე უნდა ვთქვათ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომლებიც გულწრფელად არ იზიარებენ იმ ადამიანების განწყობებს, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად აქციებზე ვხედავთ. აი, რას ეტყოდით მათ? მთავარი სათქმელი და უბრალოდ მოусმინ, ოღონდ მართლა მოსმენასა და გაგონება შორის სხვადასხვა რამაა. მოусმინონ ამ ადამიანებს, ვისაც პირადად გადახდა ეს ყველაფერი. ახლა ძალიან ბევრ ადამიანს ვისლობ, ვისაც კისერზე ამჩნევია კვალი ამ მთავრობის, თუმცა მაინც ჯიუტად იმეორებს, რომ აი არაფერი არ შეცვლილა და უკეთესობისკენ მიდის. აი ასეთი ადამიანებთან კომუნიკაცია კიდე საერთოდ სხვა რამ არის. მათ შორის პირადად ყავს მეგობრები, რომლებიც კისერზე ეტყობათ კვალი ამ მთავრობის, მაგრამ მაინც ჯიუტად თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ. რავი, უფრო მეტად მოსმენისკენ ვეტყოდი და მეტი დაკვირვებისაკენ. მადლობა. მადლობა საჯობებს. მადლობა თქვენ. კი ბატონო, დიდი მადლობა. ჩვენ უსმენდით ნიკოლოზ მირცხულავას, სამოქალაქო აქტივისტი, სტუდენტი, საუბრობდა ჩვენთან სტუდიაში. ჩვენ ახლა ვისაუბრებთ ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარე პროცესებზე. აქვე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თეატრის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა პირდაპირ ეთერით ესარგებლა და საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ საჯარო გაიხადა. ჩვენი სტუმარია ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ტიტე კომახიძე, რომელიც შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობისა. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გესმით ჩემი ხმა? კი, მესმის ირინა, საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით. მადლობა ჩართვისთვის. პირველი კითხვა პირდაპირ მინდა ასე დავიწყო, რა თქმა უნდა, ჩვენ საუბრობთ ახლა თეატრში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც თქვენი კოლეგების პირადად თქვენთვის აღიქმება როგორც რეპრესიები. გითხარით უფრო მეტი ამ პროცესებზე, რატომ არის რეპრესიები განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საჯარო გახდა ადმინისტრაციის ოფიციალური წერილი, სადაც ისინი ხსნიან და გარკვეულწილად უპასუხისმგებლობას უკავშირებენ კონკრეტული მსახიობის სამსახურიდან დათხოვნას და ასე არის ჩამოყალიბებული რეპეტიციებზე და სპექტაკლებზე არ დასწრებაო. მოდით განვავრცოთ ეს თემა, მოკლედ რა ხდება დღეს თქვენთან? კი ბატონო, თავიდან დავიწყებ იმით, რომ აი ეს წერილი, რაც ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობამ ბათუმის თეატრის ოფიციალურ Facebook გვერდზე გაავრცელა, იქ ძალიან ბევრი უზუსტობაა და ძალიან ბევრი ტყუილია, მინდა გითხრათ. და ყველაზე მთავარი კიდე რაც არის, რაც ძალიან არ მომწონს, ეს არის, რომ შეზღუდულია ყოველთვის
ბათუმის თეატრის Facebook გვერდზე კომენტარები, აი შეგიძლიათ ცადოთ ახლა თქვენც შეხვიდეთ და კომენტარს ვერ გააკეთებთ. თავისთავად ვერც ჩვენ, ვერავინ საერთოდ. ეს კიდე ერთ-ერთი თავდაცვის მექანიზმია თეატრის ხელმძღვანელობის, იმიტომ რომ რაღაც ესეთი ჭკუა სასწავლებელი ან კიდე ცუდი კომენტარები არ ნახონ. ხო, რაც შეეხება ტყუილს, ვიტყვი რომ მე დავწერე პოსტი, იმიტომ რომ ბათუმის თეატრის მსახიობი, ახალგაზრდა მსახიობი თორნიკე ბარამიძე, რომელიც დაახლოებით 14 წელი ამ თეატრში როგორც მსახიობი არა, იმიტომ რომ ეს ბავშვი ჩამოვიდა ბათუმში, დაამთავრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, გიორგი თავაძესთან სწავლობდა ანდრო ენუქიძესთან, ღებულობდა თეატრის მოქმედ რეპერტუარში, სპექტაკლებში მონაწილეობას, როგორც მოწვეული თქვა მსახიობი, როგორც დამწყები მსახიობი. საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ეს ბავშვი თვითონ ქუთაისელია, მიიღეს ბათუმის დრამატულ თეატრში მსახიობად შტატში და თავისთავად რაღაცა მიზერულ ხელფაზე ალბათ ახლა მოგეხსენებათ თქვენ, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას ბათუმის დრამატულ თეატრში საკმაოდ მიზერული ხა 700 და 800 ლარი მსახიობის ხელფასი. ეს ვეთვლი რომ აი საარსებო მინიმუმს ქვემოთაა, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც 24 საათი თეატრში არიან, ადამიანები, რომლებიც უამრავ ენერგიას, უამრავ რა ვიცი, ძალისხმევას დებენ ამ პროფესიაში, 800 ლარად ფიზიკურად ვერ იცხოვრებენ. ხო, მით უმეტესწილად უმეტესობას გვიწევს ბინის ქირაობა, მით უმეტეს ჩამოსულებს, ვინც ჩამოსულია ბათუმში მსახიობები, ვინც კი ბატონო, აი თქვენ ბრძანეთ, რომ ბევრი ტყუილი იყო და მე ამასობაში კიდევ ერთხელ გადავამოწმე მართლაც გვერდი ბათუმის დრამატული თეატრის და ამ კონკრეტულ წერილზე, ამ კონკრეტულ პოსტზე მართლაც შეუძლებელია კომენტარის გაკეთება, თუმცა სხვა პოსტებზე ხელმისაწვდომია კომენტირება. მოდი დავუბრუნდეთ, აი ტყუილში ამხელდით, თქვენ საკმაოდ თამამი და ისეთი განცხადება გააკეთეთ, ბრალს დებდით ადმინისტრაციას, მოდით ამაზე ვისაუბროთ. რა მიდგომა არსებობს, თქვენ ამბობდით, რომ არტისტების დამონების მცდელობა არის და წარმოუდგენელი დამოკიდებულება ხელმძღვანელობის მხრიდანო. Auxni ახლა ვირინე ჯერ ვიტყვი იმას რომ დავასრულებ ფიქრო აი თორნიკემ წინასწარ გააფრთხილა დაახლოებით 5-6 დღე შეიძლება ერთი კვირით ადრე გააფრთხილა თეატრის ხელმძღვანელობა რომ იყო ავად აპირებდა საავადმყოფო ფურცლის გახსნას იმიტომ რომ იყო ძალიან შეუძლოდ მოგეხსენებათ ახლა ვირუსების შემოტევა მთელ ქვეყანაში და გააფრთხილა წინასწარ რომ შეიძლება მოხდეს ისე რომ სპექტაკლი ვერ ვითამაშო ამ პერიოდში მან გახსნა ბიულეტენი საავადმყოფო ფურცელი და ისიც მოგეხსენებათ ალბათ რომ საავადმყოფო ფურცელს როცა საავადმყოფო ფურცელის წარდგენა უკვე შენ დაწესებულებაში შეგიძლია საავადმყოფო ფურცელის დახურვის შემდეგ მანამდე ამას არც ერთი დაწესებულება არ მოგცემს ხელზე ამ ფურცელს რა ამიტომ მოხდა ისე რომ პირველი რეპეტიციები რო დაინიშნა მაშინ თორნიკეს უკვე გაფრთხილებული ყავდა ესენი და უთხრა ავად ვარ და ვერ ჩამოვალ და ხსნის საავადმყოფო ფურცელს მაგრამ რეპეტიციები თორნიკესგან დამოუკიდებლად მოიხსნა იმიტომ რომ მოგეხსენება დითოლობა იყო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მოუწია თეატრში ფეხით მოსვლა და ნახარო თურმე ჩვენ მსახიობები წვიმაში თოლში როცა გვეუნებია რომ უნდა იყოთ აქ უნდა თეატრს შესწიროთ თავი რომ აი თეატრისთვის გააკეთოთ ყველაფერი გადადოთ საკუთარი და პირველ რიგში თეატრი რომ არც ისე მარტივია დღეს ამ ქალაქში მოძრაობა თოვლის და წვიმის დროს მიუხედავად როცა სტიქია ქალაქში ხო და ქვეყანაში და თვითონ მოხსნა რეპეტიცია თვითონ მოხსნა სპექტაკლი ასე რომ აქ მოდი თორნიკეს ნუ დავაბრალეთ შემდეგ სპექტაკლზე არ ქონდა მას ჯერ კიდე ბიულეტენი დახურული ძალიან მცირე დროში იყო ეს შემდეგი სპექტაკლი სტალინი და არც კი უცნობებია თორნიკესთვის ისე გაათავისუფლეს სამსახურიდან გამოაკრეს თეატრში დაფაზე და ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ წაიკითხა და გითხრა რომ თორნიკე გაათავისუფლეს კი ბატონო აი ხედავთ გვესმის რომ თქვენ არ ეთანხმებით ამ ოფიციალურ პოზიციას მაშინ რეალურ მიზეზებს თქვენ რაში ხედავთ თქვენ შიგნიდან უყურებთ ხო ყოველდღიურ რეჟიმში რეალობას და ამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თქვენმა კოლეგამ თქვენ ჩემზე უკეთ იცით მეგი კობალაძემ თქვა რომ მას ჰქონდა განცდა რომ მას ისიც გაიზიარებდა თორნიკეს ბედს ავადმყოფობის გამო მიუხედავად იმისა რომ ამბობს რომ მასაც ავადმყოფობის ფურცელი წესრიგში აქვს ანუ გახსნილი აქვს მას რას უკავშირებთ თქვენ რატომ გაათავისუფლეს ეს ადამიანი და მსგავსი დამოკიდებულება კონკრეტულად თქვენი მისამართით ან თქვენი სხვა კოლეგა მსახიობების მისამართით არის თუ არა ახლა თეატრში
აი გეტყვით ახლა მეგისთან დაკავშირებით რაც ხდება მეგის პირდაპირ დაემუქრა სულ რაღაც 1-2 თვის წინ მეგი მაშინ ვიდეოს შემთხვევა ჩვენ ეთერში განვიხილეთ მეგისთან ერთად მოდით დრო დავზოგოთ საჯარო პირდაპირ დაემუქრა ხელშეკრულების დაგიხევ ამ ხელშეკრულებასო შემდეგ როგორც გავიგეთ თორნიკეს შემდეგ თქვა რომ მეგი თუ არ ითამაშებდა სპექტაკლს ნუ როგორც გვითხრეს გადმოგცეს რომ ის აუცილებლად გაათავისუფლებდა მეგის და თავისთავად მოვდიოდი მეც იმიტომ რომ მე ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე რაღაც ქრონიკული დაავადებები მაწუხებს ნუ ახლა ვინც იცის რომ რა პრობლემების ქვეშ ვარ ჩემი ჯანმრთელობა რა მდგომარეობაშია და მეც წინასწარ გავაფრთხილე ახლა წერილი მივწერე სამხატვრო ხელმძღვანელს რომ მე დიდი შანსია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს და ყოველ შემთხვევაში თეატრმა რო თავი დაიზღვიოს წინასწარ ან ვინმე შეიყვანეთ სპექტაკლზე ან გადადეთ სპექტაკლი არ ვიცი რა იქნება თვის ბოლოს რა მდგომარეობა მექნება ამიტომ მე გავფრთხილებული მყავს და თავისთავად საავადმყოფოფურცელსაც გავხსნი ეხლა რაც შეეხება იმას აი რას უკავშირებთ თქვენ ამ დამოკიდებულებას აქ რაღაც იურიდიულ ნიუანსებზე არ არის საუბარი ხო თქვენი პოზიციიდან ასე ჩანს რას უკავშირებთ თქვენ ამას რატომ შეიჩნენ ეს ადამიანები და პერსონალურად თქვენ მაგალითად რატო გაქვთ იმის მოლოდინი რომ არ იქნება მიმღებლობა ადმინისტრაციის მხრიდან თქვენი თუნდაც ეს პერსონალური ინფორმაცია მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შემთხვევაში იყო დღეს მიმღებლობა მე როგორც მითხრეს რომ არანაირი პროტესტი არ ქონია მას მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ფაქტია რომ თორნიკე იყო პირველი მეცხალი ეს იყო მაგალითი იმის რომ თუ არ დაემორჩილებით თეატრის წესებს რომლებიც ნუკრი კანთარიამ შემოიტანა თეატრში ალექსანდრე კანთარიამ მაშინ ყველას მოგიწევთ აი ყველა გაიზიარებ თორნიკეს ბეჭდს მე ესე აღვიქვიეს ამიტომაც დავარქვი ამას რეპრესიები იცით რა ჩვენ ვართ შემოქმედი ადამიანები და ჩვენ არ ვართ კანონების კითხვას ჩვენ არ ვართ რაღაცა ფურცლების შრიალს მიჩვეული ჩვენი ფურცელი არის ტექსტი ჩვენი ფურცელი არის როლი და ჩვენი ასპარეზი არის სცენა ჩვენი ტრიბუნა ამიტომ როდესაც თეატრში რაღაცა კანონებით გველაპარაკები რაღაცებით გველაპარაკები ჩვენთვის ცოტა გაუგებარია რა იცით ადამიანი რომელიც მე-4 წელია თეატრში ხარ და რაღაცა კომუნიკაციას ვერ ამყარებს მსახიობებთან არ გიშვებს მასთან და არ მოდის შენთან მე ვთვლი რომ ალბათ მასია პრობლემა იმიტომ რომ ხელმძღვანელი პირია და თუ კი მით უმეტეს აი ესეთი შემოქმედებითი სტრუქტურის ხელმძღვანელი ხარ მე ვთვლი რომ აბსოლუტურად გახსნილი უნდა იყო აბსოლუტურად სხვანაირი მიმღებლობა უნდა კონდეს ამ ადამიანების მიმართ ვისაც მსახიობები ქვია არ შეიძლება სამხატვრო ხელმძღვანელი 12 საათზე მოდიოდეს თეატრში შედიოდეს კაბინეტში და ღამის 12 საათზე გადიოდეს კაბინეტიდან ისე რომ არ ჩამოდიოდეს არ ჯდებოდეს დასთან არ განიხილავდეს რაღაცა კონკრეტულ თუ გინდ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თუ გინდ რაღაცა პროცესებს რაც თეატრში ხდება არ შეიძლება ეგეთი რამე მე არ მახსოვს 30 წელი ამ თეატრში ვარ და ძალიან ბევრი რეჟისორი მინახავს სამხატვრო ხელმძღვანელებიც რა თქმა უნდა და ყველას და რაღაცა დონის ურთიერთობა ჰქონდა ვიღაცები ჩვენც მოგწონდა ვიღაცები არ მოგწონდა ვიღაცებს მოვწონდით და ვიღაცებს არ მოვწონდით მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს კომუნიკაცია ყოველთვის იყო ეს ვერ შედგა ადამიანთან ვიღაცები ამას შეიძლება ვერ ამბობენ ხმამაღლა მასთან მაგრამ ჩვენთან კულუარებში საუბრის დროს ახლა მე იმ ადამიანების სახელებს და გვარებს არ დავასახელებ ხმამაღლა საუბრობენ ამაზე ჩვენთან ოღონდ პირადად მას ვერ ეუბნებიან ამას თორემ რა ვიცი კი ბატონო ეს კონტექსტი რო გავაგრძელოთ საინტერესო იყო თქვენი განცხადების ნაწილი თეატრში არის არაპროფესიონალიზმი მართვის კოშმარული ხერხები მსახიობების უპატივცემულობა და თავდახრილ მონებად გადაქცევა დაახლოებით კონტექსტი ასეთი იყო თქვენი წერილიდან. თქვენ ახლა ისაუბრეთ კომუნიკაციის დეფიციტზე. კი ბატონო, რას გვეტყვით სხვა ამ ბრალდებებზე, რაში გამოიხატება თქვენს მიერ ასე ჩამოყალიბებული აი ეს ბრალდებები? უპატივცემულობა მსახიობის გამოიხატება იმაში კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ აი იგივე თორნიკეს მაგალითს მოვიყვან, თორნიკე რასლარად ბათუმის ქალაქში დღეს ბინის ქირაობა ძალიან რთულია, პლუს კომუნალურები, პლუს იკვებო ხო ადამიანმა ჯანმრთელად ნორმალურად, რომ მეორე დღეს რეპეტიციაზე მოსვლა და თეატრში ეს რაღაცა ესეთი დაუწერელი კანონივით მიღებული წესი იყო, რომ ძალიან ხშირად ყველა თეატრებში, არა მარტო ბათუმში, მსახიობები ცხოვრობენ ხანდახან განერიდებიან ხოლმე სიტუაციებს, გააჩნია როლიდან გამომდინარე და მიდიან თეატრში თავის აგრემიეროში ათენებენ ღამეებს, რომ რაღაცა კონკრეტულ როლზე იმუშაო. ვიღაცებს რაღაცა კომუნალური პირობები რო არა აქვს და რაღაცა ელემენტარული პირობები თეატრში ცხოვრობენ, მეც მიცხოვრია თეატრში.
ერთი წელი ცხოვრობდი, შეიძლება ცოტა მეტიც თეატრში. აი ესე თორნიკე საგრემიეროში ცხოვრობდა თეატრში, გამოუტანეს დივანი საგრემიეროდან, რაზეც ეს ბავშვი წვებოდა და გამოაგდეს ესე ვთქვა. თხოვა თორნიკემ რომ იცით ბატონო ნუკრი ამაზე ჩვენ ყებაზეც ვისაუბრეთ. ბატონო ნუკრი იცით მომეცით მაშინ ორი კვირა ვადრო მე ბინა მოვძენო არა 4 დღეს გაძლევ ჯერ 4 დღეში ბათუმში ბინის მოძებნა და მოძიება რა თქმა უნდა ძალიან რთულია და მე იმ ფაში რომ ამ ბავშვს ელემენტარული საარსებო თანხა დარჩენოდა. ხელფასი ხო მოგიმატებოდა 50 ლარი მოუმატა ხელფასი. აი ეს უპატივცემულობა ამ მსახიობის უპატივცემულობა, როდესაც მას უშვებ თეატრიდან ისე რომ არც კი აფრთხილებ და არც კი ეუნები ამის შესახებ. კი ბატონო, კოშმარული ხერხები მართვის და არაპროფესიონალიზმი. ეს არის, როდესაც კანონებით მელაპარაკება თეატრის ხელმძღვანელი და არ მელაპარაკება რაღაცა შემოქმედებითად. შემოქმედება რომ ეხლა თეატრში ვიღაცა შეიძლება მოწონს. კი ბატონო, რა ვიცი, ამბობენ რომ გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ მე დიდი სიამოვნებით ვიდავებდი რაღაც კონკრეტულ შემთხვევებში რა. აიცით რა, აი ეს სპექტაკლები რაც დღეს იდგება თეატრში ჩემთვის ეს არაფრის მომცემი არა. ცი მე მინდა პროფესიული თვალსაზრისით ამბობთ თუ რაიმე სხვა ქვეტექსტია, გაგვიზიარეთ უფრო მეტი. არ მოგწონთ ამაში პოლიტიკურს ხედავდეს, მაგრამ მე როგორც მსახიობს ვერ მზდის ეს სპექტაკლები და არა მარტო მე ძალიან ბევრს. მე ვიცი მაყურებლის ძალიან ბევრი მაყურებლის აზრი ვიცი. აი იმიტომაც იბლოკება ეგეთი წერილები თეატრის გვერდზე რომ მაყურებელი წერს იქ რაღაცებს, წერდა ყოველ შემთხვევაში და ეს ყველაფერი აალაგეს, გაასუფთავეს იმ კომენტარებში და დაბლოკეს. წინა თვეების წერილებზე მაქვს საუბარი და ეხლა საერთოდ პირდაპირ კი ბატონო, ბოლო კითხვა მინდა ასეთი დაგისვათ, ასევე თქვენ ამბობდით, რომ პოლიტიკურ ქვეტექსტს თითქოს ეძებს ნურავინ ამ განცხადებაში დაახლოებით ასეთი იყო. თქვენ ხაზი გაუსვით, რომ არანაირი პოლიტიკა არავის უხსენებიაო. მაშინ რას ნიშნავს აი ეს პროცესები თქვენ თუ ამას პოლიტიკურ პროცესებთან არ აკავშირებთ, მაშინ გვრჩება სუფთა პროფესიული კონტექსტი და პროფესიული შეუთავსებლობა? დიახ, აი რა, იცით მე როგორ ხედავ ბატონო ალექსანდრეს და აქვს სული რომ რაღაც ეს პოლიტიკურ კონტექსტში გადაიტანოს აი თეატრში მიმდინარე პროცესები და მე პირადად აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები მაგაში, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არის შიდა პოლიტიკა, თეატრის პოლიტიკაზე გვაქვს ჩვენ საუბარი და არა იმაზე, რომ გარეთ რა ხდება, გარეთ თუ რამე ხდება, მე ამას გავაპროტესტებ თუ ამას მე ხმამაღლა ვიტყვი თუ დავწერ თუ რაღაც ეს ჩემი პირადია, მაგრამ რაც შეეხება თეატრის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში, იმიტომ რომ ჯერ ურთიერთობა ადამიანებთან აუცილებლად უნდა შეიცვალოს სადადმო პოლიტიკა, უნდა მოვიწვიოთ რეჟისორები, არ შეიძლება ჩამოვიდეს რეჟისორი უხდიდე ფულს და მეორე დღეს სპექტაკლი აღარ კონდეს რეპერტუარში. აი იყო ეგეთი შემთხვევა, ჩამოვიდა ნიკოლოზ საბაშვილი გააკეთა სპექტაკლი, სადაც რეჟისორის თვითონ იყო, კომპოზიტორის თვითონ იყო, მხატვარის თვითონ იყო, სცენოგრაფის თვითონ იყო, რა ვიცი, ყველაფერი დაიდგა სპექტაკლი და სულ რამდენიმე ხანში მოიხსნა ეს სპექტაკლი. ჩამოვიდა კიდე რეჟისორი ჩხარტიშვილი, მე არავის არ ვაკნინებ, უბრალოდ დადგა ბერნარდ ალბას სახლის სულ რაღაც 5 თუ 6 სპექტაკლი თამაშეს, მოიხსნა სპექტაკლი, რას ვაკეთებთ მაშინ რა, რაზე ვმუშაობთ, ესე იგი ვიღაცებს უხდით ფულს და შემდეგ ვხსნით ამ სპექტაკლებს და მსახიობის შრომა ხო ცალკე შრომაც ხდება კიდე, იმიტომ რომ გამეებისცენება და თავისთავად კიდე ნერვები. კი ბატონო, დიდი მადლობა, რომ შევაჯამოთ ერთი წინადადებით თუ გაქვთ რაიმე პირადად თუ მიმართავდით ხელმძღვანელობას, იმიტომ რომ ჩვენ მე ვუთხარი მაყურებელს რომ შევთავაზეთ, საინტერესო იქნებოდა ეხლა თქვენს მიერ გახმოვანებულ იმ შეფასებებზე, ბრალდებებზე გარკვეულწილად მათი პოზიციის ასევე საჯაროდ მოსმენა, მაგრამ მათ უარი გითხრეს დღეს პირდაპირ ეთერში კომუნიკაციაზე. აი ბოლო სათქმელი რა იქნება, დღეს რა გინდათ უთხრათ, თუნდაც ნუკრი ქანთარიას და ამით დაგემშვიდობებით. მე მინდა თეატრის ხელმძღვანელობას და თავის თვითონ ბატონ ალექსანდრეს უთხრა და არაერთხელ მithქვანს ეს მისთვის, რომ პირველი რაც უნდა გააკეთონ თეატრში, უნდა იმეგობროს მსახიობებთან. კი ბატონო. უნდა იმეგობროს, ძალიან მარტივია ადამიანებთან ურთიერთობა, ძალიან მარტივია მithumetes მსახიობებთან, ჩამოიყვანონ ნორმალური რეჟისორები, ახალი რეჟისორები, უცხოეთიდან შეიძლება რეჟისორების მოწვევა, გასტროლი არ გაკეთებულა. 4 წლის განმავლობაში ერთი გასტროლი არ ყოფილა თეატრი, არ გასულა. კი ბატონო. დიდი მადლობა, სამწუხაროდ დრო ლიმიტირებული გვაქვს. მადლობა თქვენ, რომ დაგვითმეთ თქვენი დრო, მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. დაგემშვიდობებით. ტიტე კომახიძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი იყო ჩვენთან პირდაპირ ეთერში და გადაცემის დასკვნით ბლოკში კიდევ ერთი საინტერესო სტუმარი უნდა შემოგთავაზოთ არჩილ გორდულა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად შევაჯამებთ ჩვენ არამხოლოდ დღეს, არამედ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ბატონო არჩილ, საღამო მშვიდობისა, მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. გესმით ჩემი ხმა, იმედი მაქვს.
მოგესალმებით, მადლობა ჩართისთვის, შესაძლებლობისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მადლობა თქვენ. სხვა საკითხებთან ერთად, ბატონ არჩილ, ბათუმს დღეს განსაკუთრებით მზია ამაღლობელი და მისი პატიმრობა აწუხებს. ამიტომ პირველი კითხვა მინდა მზიაზე დაგისვა, დარწმუნებული ვარ, იცით ეს საკითხი. მზიას უფლებადამცველები, ასევე ჟურნალისტები, რომლებიც მზიას დაკავების ადგილზე მუშაობდნენ, აცხადებენ, რომ მისი დაკავების ოქმიც კი გაყალბებულია და იგი დღეს უკანონო პატიმარია. თქვენ რას ფიქრობთ ამ მოსაზრებაზე და ზოგადად თქვენი შეფასება? მე ამ შემთხვევაში იურიდიულ შეფასებას არ გთხოვთ, ან პოლიტიკური პროცესების ნაწილად აღიქვამთ თუ არა. თქვენ ამ საკითხს მოკლედ რას ფიქრობთ მზია ამაღლობელის პატიმრობაზე დღეს? პირველ რიგში როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გეკითხებით, რომ წარმომიდგენია თუ არა ქალბატონი მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურათო და პასუხისმგებლობით ჩემგან დიახ, არა, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია. არა, მე არ ველოდები თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას რომ გითხრათ. ის მოცემულობა დროს დიახ, გაქცევთ ყველაფერზე პასუხს. მე შემიძლია ერთი რამე ცალსახად გითხრათ, რომ დასრულებულია ჩვენს ქვეყანაში დრო უკვე 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებები მიიღებოდა სასამართლო სისტემაში ან სამართალდამცავ სისტემაში პირიქით პირდაპირ დაცლილია პოლიტიკისგან თითოეული მათგანი და გადაწყვეტილებები მხოლოდ მიიღება კანონზე, სამართალზე დაყრდნობით, რასაც ადასტურებს მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ჩვენ ბევრი გვსმენია კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით კრიტიკები თითქოს რომ რომელიმე პოლიტიკურ რაღაცა შინაარს რომ ეძებდნენ ბჭყალებში ადამიანები თითოეულ საქმესთან დაკავშირებით და შემდეგ აღმოჩნდებოდა რომ უჩივლებდნენ საქართველოსაც სტრასბურგის სასამართლოში ყველაფერი მთავრდებოდა საქართველოს გამარჯვებით და ბევრია ასეთი საქმეები იქნება ეს მელიას საქმე თუ რა ვიცი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საქმეებიც გვახსოვს ჩვენ გვახსოვს კი ბატონო მედია უშუალოდ მზია ამაღლობელი ამიტომაც არ არის გასაკვირი რომ საზოგადოების ინტერესი მაღალია ერთი რამე უნდა ვთქვათ რომ როდესაც სავარაუდო დანაშაულს ეხება საქმე ეს უნდა იყოს პირდაპირ მინდობილი სამართალდამცავებზე და სასამართლოზე და არავის არ აქვს უფლება რომ მათ საქმიანობაში ჩაერიოს განსაკუთრებით მაშინ როდესაც საუბარი გვაქვს პოლიციელზე თავდასხმაზე და სამართალდამცავზე რომელიც დგას იმისათვის რომ მათ შორის ინკოგრეტული ადამიანების უფლებებიც იყოს დაცული და მათი უსაფრთხოება იყოს დაცული ვინც შეკრებებში იღებს მონაწილეობას და ერთ რამე უნდა გავითავისოთ ყველამ თითოეულმა როგორც ეს არის მაგალითად ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში რომ დაუშვებელია სამართალდამცავზე თავდასხმა და თუ ეს ყველაფერი დაუშვებელია მაგალითად საფრანგეთში, მაგალითად გერმანიაში თუ სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა ეს დაუშვებელი უნდა იყოს და არის კიდეც ჩვენს ქვეყანაში. მე არ შევალ კონკრეტულ საქმის დეტალებში. კი ბატონო, სიღრმეებში შესვლა ბევრ დროს წაიღებს, თუმცა ბატონო არჩილ, თქვენ იცით. დიახ, არავის არ უნდა შეიძლება დავაზუსტებ შეიძლება თქვენი სიტყვით. დიახ, დავაზუსტებ კითხვას სხვა საკითხებსაც შევეხოთ. დავასრულებ რა და დიახ, გისმენთ, დიახ. კი ბატონო, ფრაზას დავასრულებ, რომ არავის არ უნდა კონდეს შესაძლებლობა რა თანამდებობისაც არ უნდა იყოს, რა პოზიციისაც არ უნდა იყოს, ან რა პროფესიისაც არ უნდა იყოს, კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს და არ უნდა იყოს ინდულგენცია კონკრეტული თანამდებობის დაკავება იქნება თუ პროფესიის ქონა, როდესაც კონკრეტულ საქმეს ეხება, კანონის დარღვევას ეხება თუ დანაშაულის შესაძლო ეხება, კანონი ყველასთვის კანონია, შესაძლებელია ხშირ შემთხვევაში მკაცრიც იყოს, მაგრამ ეს პირდაპირ პროპორციულია ჩადენილ ქმედებასთან. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით, კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს და ყველასთვის უნდა კანონობდეს. უბრალოდ მინდოდა მეთქვა და თქვენ ჩემზე უკეთით ამის შესახებ, რაშიც არ გეთანხმებიან იურისტები, ისინი კვალიფიკაციასაც კი ეჭქვეშ აყენებენ, იმიტომ რომ პოლიციელზე თავდასხმა არ არის კანონის მიხედვით, კანონში ჩანაწერის მიხედვით, თუნდაც ის რაც გააკეთა მზიამ და ეს სილა, ამაზე თქვენ იცით რა თქმა უნდა, ამიტომაც გკითხეთ მე ეს. ბატონო არჩილ, მინდა პოლიტიკური საკითხები მოვასწროთ. ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ იყო დღეს გააქტიურებული განცხადებები. აუცილებლად კი ბატონო, თუ გამოხმაურებას გააკეთებთ და მე გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. მე დიახ, აუცილებლად, რომ აქ არ გეთანხმებიან, არაფერ შუაში არ არის პარლამენტის წევრთან არ ეთანხმებიან.
აქ რეალურად არის საქმე სამართალდამცავთან, სასამართლოსთან და კონკრეტულ ბრალდებულთან დაკავშირებით და აქ პარლამენტის წევრს ვინმე რამეს ეთანხმება თუ არ ეთანხმება, ზუსტად ეს არის კონკრეტული საქმის პოლიტიზირების მცდელობა და ცდილობენ ადამიანები, რომ საქმე, რომელიც ეხება კონკრეტულ ქმედებას, დანაშაულის ნიშნების მქონე ქმედებას, ბრალდებულ ადამიანს, რომელიც საქმეს განიხილება სასამართლოში, როგორმე რომ ამ ყველაფრის პოლიტიზება მოხდეს და ეს არ ახალია. პირველად არ ხდება ეს ყველაფერი, ზუსტად იგივე ხდებოდა მაგალითად ნიკამელიასთან დაკავშირებით, ზუსტად იგივე ხდებოდა უგულავასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რუსთავიორის საქმე გვახსოვს ჩვენ. ამ კონტექსტში გაგიქვამთ თქვენ მზიამაღლობელი საქმესაც ბატონო არჩევ. ზუსტად ადამიანები ცდილობენ ყოველთვის რომ სასამართლოში მიმდინარე საქმების პოლიტიზირება მოახდინონ და უნდა დაანებონ თავი პოლიტიზირებას სამართალდამცავებს და ამავდროულად უფლება დამცველებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ სამართლებრივად იყოს პროცესი მართული. აქ არაფერს შუაში არ არის პარლამენტის წევრს ვინმე ეთანხმება თუ არ ეთანხმება. განსალკევებული საკითხებია ჩვენ არ ვერევით სასამართლო სისტემაში და არც არასდროს არ ჩაველებით მართლმსაჯულება ცალკე შტოარი ხელისუფლებისა, რომელიც მართლმსაჯულება სასამართლოს უზრუნველყოფს მართლმსაჯულების განხორციელებას. კი ბატონო, თქვენ მოწვეული ხართ კომენტარების გასაკეთებლად შესაფასებლად და ამიტომაც ვსვამ ასეთი ფორმულირებით ამ კითხვას. მადლობა თქვენ. ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ იყო დღეს მიმართული განცხადებები, რაც ელჩებზე თავდასხმად შეაფასეს თქვენმა ოპონენტებმა. ჰარჩინსკი ცხადად იყო ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიაშიო, თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა შალვა პაპუაშვილმა. მანამდე პრემიერი საუბრობდა იმაზე, რომ ელჩები ვენეციის კონვენციას უხეშად არღვევენ და საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან. დიახ, კონვენციას, ვენეციის კონვენციას და შიდა საქმეებში, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერევიან. თქვენ თუ იზიარებთ ამ განწყობას და აი რა საფუძველი აქვს მსგავს ბრალდებებს უფრო მეტი რომ ვუთხრათ მაყურებელს? დიახ, ვენის კონვენციის ცალსახა დარღვევაა, როდესაც დიპლომატები თავიანთ თავს უფლებას აძლევენ და ერევიან არა მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ პოლიტიკურ აქტივობებში. კონვენცია პირდაპირ ამბობს, რომ დაუშვებელია, რომ დიპლომატი ჩაერიოს იმ ქვეყნის შიდა საქმეებში, რომელშიც თავისმა ქვეყანამ მიავლიდა როგორც დიპლომატი და ჩვენ ხედავთ სამწუხაროდ, რომ დიპლომატები გაცდნენ თავიანთ მანდატებს და გვევლინებიან კონკრეტული ძალების, იგულისხმება რა თქმა უნდა აქ ნაცკლასტერში შემავალი ძალების, თუ ეგრეთ წოდებული პარტიების პირდაპირ მხარდამჭერება და ჩვენ გვახსოვს მაგალითად ამ ადამიანების ვიზიტები მათ შეკრებებზე, გვახსოვს ჩვენ მაგალითად გერმანიის ელჩი საქართველოში როგორ ქირაობს მამუკა ხაზარაძისგან კონკრეტულ ფარს თუ სახლს. ჩვენ ხედავდით მაგალითად დანიისგან დაფინანსებულ, ინდიაისგან დაფინანსებულ აქტივობებს ქალთა წარმომადგენლობის გაძლიერება პარლამენტში და ამ საფარველის ქვეშ პირდაპირ წინასაარჩევნო პერიოდში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიული ღონისძიებები და პარტიული აქტივობა, პოლიტიკური აქტივობა ფინანსდებოდა ნაციონალური მოძრაობის კლასტერში შემავალი ადამიანებისა და პოლიტიკოსებისა. ჩვენ ხედავთ მაგალითად როგორ დადის ეხლა ევროკავშირის წარმომადგენელი სხვა რეგიონ და აქტივობებში არის ჩართული. ეს რაც მის ფუნქცია საერთოდ არ არის, საერთოდ არაფერს აღარ ვლაპარაკობთ მათ განცხადებებზე თუნდაც მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რომელთა დაკავშირებითაც არაერთხელ იქნა განცხადებული როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ასევე პრემიერის მხრიდან. ეს იყო ის ადამიანი, რომელიც პირდაპირ მოითხოვდა რომ ეკონომიკური სანქციები დაწესებულიყო რუსეთის ფედერაციისათვის, დახურულ კარს მიღმა და ეხლა ჩვენ ვხედავთ რომ დახურულ კარს მიღმა აღარ ხდება მოქმედებები, ნახეს კონკრეტულმა ძალებმა, რომელსაც ჩვენ Deep State თუ გლობალურ ლომის პარტიას ვეძახით, რომელთა გავლენებიც რომ შესუსტდა ერთი შეხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ ბრძოლაა გამოცხადებული, მაგრამ აქ ძალიან ბევრი არის კიდევ სამუშაო და პირდაპირ მაგალითად USAID როგორც თუ NEDI
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თავის პოსტში დაწერა, პირდაპირ ეს ყველაფერი Deep State-ის გავლენები და საცეცები გადამისამართდა ქვეყნებში და ჩვენ ვხედავთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში თუ სკანდინავიის ქვეყნებში, ეხლა დღეს ვნახეთ საერთოდ ჩეხეთშიც, რომ იღებენ რაღაც რეზოლუციებს, რომელიც აბსოლუტურად ნონსენსია, პირდაპირ გასულია ყველანაირი ურთიერთობებიდან და მათ წარმომადგენლები ზუსტად იგივეს აკეთებენ ჩვენს ქვეყანაში. ამაზეა საუბარი, რომ და როდესაც ჩვენი გუნდის ლიდერები საუბრობდნენ, რომ განსაკუთრებით Deep State-ის ჩართულობა გაიზრდება მას შემდეგ, რაც NEDI და USAID დაფინანსებების შეწყდა, ეს და გადავა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ევროპულ ქვეყნებში, ზუსტად ამაზე არის საუბარი და მაგალითები აგერ გვიდგას. ჩვენ ხედავთ, როგორ ირღვევა პირდაპირ დიპლომატიური პროტოკოლი და პირდაპირ ჩარევა არის პოლიტიკურ საქმიანობაში. ბატონო არჩილ, აი ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მინდა ასეთი კითხვით გავაგრძელოთ. ძალიან საინტერესო შეფასებებია თქვენი ხმა. მე ვთხოვ ჩვენს რეჟისორებს, რომ გაასწორონ ხმა. შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი ძალიან ცუდად მესმის თქვენი ხმა. თუ შეიძლება, რომ თავიდან დავუკავშირდეთ ბატონ არჩილს, ის ამბობს, რომ ხმა არ ესმის. და თუ შეიძლება მაცნობოთ, შეგვიძლია თუ არა განვაგრძოთ მასთან საუბარი, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონი არჩილ გორდულაძეა ჩვენი სტუმარი და ჩვენ ვაფასებთ პოლიტიკურ პროცესებს, რაც მიმდინარეობს დღეს ქვეყანაში. ბატონო არჩილ, დაგიბრუნდათ ხმა? საერთოდ არის მის სამწუხაროდ. არა, არის მის ძალიან შრიალით, მხოლოდ გერებს თუ არჩევ არის მის ხმა. კი ბატონო, თუ შეიძლება ჩვენს ტექნიკურ სამსახურს, ჩვენს რეჟისორებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ, თუ არის შესაძლებლობა, რომ გავასწოროთ უხარვეზო კომუნიკაცია არის თუ არა შესაძლებელი ბატონ არჩილთან, რომ გავაგრძელოთ მასთან საუბარი. მანამდე მე მინდა ერთი საინტერესო განცხადება გაგაცნოთ. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს. ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი და როგორ გამოიყურება ჩანაწერი რეზოლუციიდან. ეროვნული ასამბლეა გმობს ევროკავშირისა და მის სამეზობლოს დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევას, კონკრეტულად კი მოლდოვის, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში. ასეთ იყო მოკლე ამონარიდი ამ ჩანაწერიდან. ბატონი არჩილი ხაზია, ბატონო არჩილ, გესმით ჩემი ხმა? დიახ, ეხლა კი ბატონო და კონტექსტი მინდა გავაგრძელო, ძალიან ესეთი ხისტი გარკვეულწილად და პირდაპირია თქვენი შეფასებები. მე მაინტერესებს ასეთი რამ, რამდენად წაადგება ასეთი შეფასებები ევროკავშირთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს, როდესაც საქართველოსთან ოფიციალური განცხადებები ისმის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე, იქედან კი გვეუბნებიან, რომ თქვენ არ შეასრულეთ ის დავალებები, რაც ჰქონდათ მოცემული და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შეინიშნება და ასე შემდეგ. იცით თქვენ ამ ბრალდებების შესახებ. აი ამ პროცესის ნორმალიზება როგორ წარმოგიდგენიათ ამ მოცემულობაში? კი ბატონო, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს დავალებებს არაფისგან არ იღებს და დამთავრდა ის დრო, როდესაც საქართველოში დავალებების გამომდინარე ხდებოდა ხოლმე ნებისმიერი აქტივობა პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური. აქ ხომ ევროკავშირთან დაახლოების დავალებას გულისხმობ მე ბატონ არჩილ. დიახ, გავაგრძელებ თუ შეიძლება დავასრულებ აზრს. დავალებებს ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ NAS კლასტერში შემავალი აგენტურა იღებს თავიანთი პატრონებისაგან და მერე როგორც ორმოჭრილ მონებს შეეფერებათ, ცდილობენ რომ მონური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე შეასრულონ პატრონების დავალება, რასაც ხედავთ ხოლმე არაერთხელ და არაერთგზის ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ასეთი რეალობის წინაშე გვიწევს ჩვენ ცხოვრება. რაც შეეხება ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს აიღო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სახით ან ვალდებულებები, რომელიც აუცილებლად შეასრულებელია დირექტივების სახით, რომ საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს თუ სხვა აქტებში შევიდეს ცვლილებები, ჩვენ ამ ყველაფერს ვასრულებდით და მომავალშიც შევასრულებთ და 2028 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველაზე უფრო ახლოს მდგომი ქვეყანა შესაბამისი სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის, რომელსაც ექნება შესაძლებლობა რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ამ ყველაფერს დავალებას გვაძლევს ქართველი ხალხი, რომ ასოცირების
გზაზე ვიაროთ განუხრელად და ამ ყველაფერს გავაკეთებთ რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ ღირსეულად რომ აქ არ იყოს საუბარი და ეჭვის არ შეიტანოს ვინმე რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეიძლება შებღაული იყოს და პირიქით დავსვავდი კითხვას როდესაც მაგალითად ეხლა დღევანდელი ამბავი რომ განვიხილოთ ჩეხეთში რომ იღებენ რეზოლუცია სადაც მითითებულია რომ რუსეთის ფედერაცია ერევა და ჩაერია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში აი ეს რეზოლუცია ადგება ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას თუ პირიქით წარმოაჩენს ძალიან რბილი სიტყვა ვიხმარო უბრალოდ აზრათაც კი არ მოდის ყველაზე უსამართლო ყველაზე რბილი შეფასებით დამოკიდებულებას ხომ არ უსვამს ხას საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართულებით პირველი ასეთი განცხადება ერთ-ერთმა აგენტურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სალომე ზურაბიშვილმა იხმარა და როდესაც უცხოელი ჟურნალისტი ჩაეძია თუ რას გულისხმობდი რომ როგორ ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ფედერაციაო ამაზე პასუხი მან ყველას გვახსოვს როგორი გასცა ასე თქვენც ამბობთ რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ფედერაციის ჩარევა იყო მაგრამ მტკიცებულება არ ყოფილა კი ბატონო ბატონაშვილ თქვენ ალბათ მეტი კომუნიკაცია გექნებათ ლოგიკურად და პირისპირ გექნებათ რა თქმა უნდა საშუალება დიპლომატებთან თუნდაც გაიგოთ რა იგულისხმება რუსეთის ჩარევაზე როცა საუბრობენ ეს სერიოზული ბრალდებაა და ქვეყნების რიგი ქვეყნებისთვის არ არის უცხო და ფაქტები დადასტურდა რომ არჩევნებში რუსეთის კვალი დიდი იყო ამიტომ ამ რისკებზე საუბარი მე ვფიქრობ დადასტურდა თუ შეიძლება თუ საქართველოში არჩევნებზე რუსეთის კვალის ძიება ალოგიკურია თქვენ ამის თქმა გინდათ რა თქმა უნდა მტკიცებულება ეხლა თქვენ სალომე ზურაბიშვილთან საუბრობდით ზურაბიშვილზე თუმცა კი ბატონო ამ ნაწილში გეთანხმებით ბატონო თქვენი კითხვა გავიქი დიახ, თუ შეიძლება. კი ბატონო, ანუ ამ რისკს თქვენ თავიდან ბოლომდე გამორიცხავთ, მოკლედ ასე დავასრულებ ამ კითხვის ფორმულირებას. რა რისკია საუბარი? ანუ ნახეთ, კონკრეტული რეზოლუცია იქნა მიღებული, სადაც საუბარია რომ რუსეთი ჩაერია არჩევნებში, ყველანაირი საბუთის, ყველანაირი დასაბუთების გარეშე მტკიცებით ფორმატში ჩვენ ქართველებს, მეც და თქვენს ჩვენს მაყურებლებსაც გაგვიბედეს და დაგვაბრალეს რომ თურმე ქართველმა ხალხმა კი არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა არამედ ამ ყველაფერში ჩაერია თურმე რუსეთის ფედერაცია და ეხლა ვინმეს წარმოუდგენია რომ ჩვენ გამოვიდეთ და ვთქვათ და თავი ვიმართოთ რომ არა დედასგებიცებით ასეთი რამე არ მოხდარაო აი კეთილი ინებონ და ადამიანებმა რომლებმაც გაბედეს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი ღირსება აყრილი განცხადება გააკეთეს როდესაც ასეთი ყველანაირ დიპლომატიურ სხვას და ყველანაირი ურთიერთობას რომელიც უნდა იყოს ორ თანაბარწონიან და თანაბარუფლებიან სახელმწიფოს შორის ამ ყველაფერს ეტიკეტს რომ ხაზი გადაუსვეს და ქართულ ხალხს მიაყენეს შეურაცხყოფა რომ თქვენ არ აგრჩევიათ ეხლა ხელისუფლება და რუსეთის ფედერაცია ჩაერიაო ამაზე საპასუხოდ უნდა იყოს რომ თითქოს ჩვენ ახლა თავი უნდა ვიმართლოთ რომ ასეთი რამე არ ყოფილაო ამ ადამიანებმა კეთილი ინებონ ძალიან კარგათაც კი იციან მაგრამ ამავდროულად გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები რომ ჩატარდა ქართველმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა ჩატარდა ელექტრონული სისტემით რომელზედაც ამერიკულმა ორგანიზაციამ ამერიკულმა კომპანიამ მიაწოდა საქართველოს შესაბამისი აპარატები შემდეგ ჩატარდა არაერთი აუდიტი და არც ერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა პირიქით ყველა პროცედურა ჩატარდა საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში და ეხლა ეს ადამიანები ჩვენ გვესაუბრებიან რაღაც ჰიპოთეტურ ჩარევებზე გარედან აი კეთილი ინებონ და ამ ადამიანებმა ბოდიში მოიხადონ ქართველი ხალხის წინაშე პირველ რიგში და ადამიანები რომლებიც ასეთ რეზოლუციას შემდეგ ადგებიან და რაღაცა მაგალითად მოიყვანენ ზუსტად ეს ადამიანების აუცილებლად უდადგენ და ბოდიში უნდა მოიხადონ. ჩვენს ქვეყანაში დიახ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ ქართველი ხალხის ნებიდან გამომდინარე და მხოლოდ ქართველი ხალხის დაკვეთით და ყველამ დაანებოს თავი თითის ქნევას და ჩვენს ქვეყანას როდესაც ახსენებენ, კარგად დაფიქრდნენ, ჩვენ არა ვართ ხელწამოსაკრავი ადამიანები, ჩვენი კულტურით და ისტორიით და მათ შორის ჩვენი აწყვეტი და ნებისმიერი ასეთი განცხადება მხოლოდ ამ ქვეყნებზე უფრო მეტად და ქვეყნებს რომ თავი დავანებოთ, აქ ქვეყნებზე არ არის საუბარი. იმ ადამიანებზე მეტყველებს, რომლებიც ეხლა არიან კონკრეტულ მმართველობაში თითოეულ
ქვეყანაში, რომელზეც გავლენები არის ძალიან დიდი გაზრდილი და მათ შორის ეს წნეხი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიმართებოდეს ჩვენს ქვეყანაში და უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არ ირჩევს აგენტურის წარმომადგენლებს ხელისუფლის სახით. სწორედ ამიტომ ხედავთ, რომ ასეთი ხელის ძალიან უხეში მოქმედებები და ჩარევებით ხდება შიდა საქმეებში. ეს არის და ეს. კიდევ რამდენიმე კითხვა მინდა მოვეცრო თუ შეიძლება. გადასხედავს და რეაქციებიც არსებობს. დიახ, კიდევ რამდენიმე კითხვა მინდა მოვეცრო თუ შეიძლება. ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, ბიზნეს ანგარიშზე მინდა გთხოვოთ შეფასება. ეს ანგარიში 2024 წელს აჯამებს და ძალიან მოკლედ აქ მთავარი ის იყო, რომ წერია, რომ საქართველოში ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასო და ბიზნესის წინაშე არსებულ სამ მნიშვნელოვან დაბრკოლებად დასახელებული იყო პოლიტიკური არასტაბილურობა, მათ შორის 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, სამუშაო ძალის დეფიციტი და უნარების ნაკლებობა და ბოლო იყო სავალუტო კურსის არასტაბილურობა. თქვენი მოსაზრება, რამდენად ასახავს საქართველოში არსებულ რეალობას ეს ანგარიში, თქვენ ეთანხმებით თუ არა ამ ანგარიშის პათოს და თუ ეს პრობლემები არის გამოკვეთილი, როგორ უნდა დაიძლიოს ეს პრობლემები, რას აკეთებს ახლა გუნდი ამ პრობლემების დასაძლევად? პირველ რიგში კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს არის მთავარი იმ ანგარიშში. მთავარი ის არის ანგარიში. პრობლემებს გავუსვი ხაზი, კი ბატონო. ჩვენ 2023 დიახ, მაგრამ აუცილებლად საზოგადოების ინფორმირებულებიდან გამომდინარე სრული ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ თუ რა წერია ამ ანგარიში და მაგალითად ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, რომ 2023 წელს მშვიდობიანი პოლიტიკის ფარგლებში 7.9%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო, ხოლო თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 9%-ზე მეტი იყო 2024 წელს და ეს არის დიახ, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ გატარებული არაერთი რეფორმის, მათ შორის არაერთი თანადაფინანსების პროექტის და ისევ მცირე და საშუალო ბიზნესის გვერდში დგომის შედეგები. ეს არის დიახ, თავარი ზუსტად ამ ანგარიში. ხოლო ის რა გამოწვევებიც არსებობს, მაგალითად პოლიტიკურ არასტაბილურობასთან დაკავშირებით. დიახ, ეს უნდაც ზუსტად ქართველი ხალხის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც საკუთარ თავს ეხლა რადიკალურ ოპოზიციას თუ რას იწუდებენ, კაცმა რომ არ იცის და ჩვენ რომ კრებსით ნაციონალურ მოძრაობას და ნას კლასტერს ვუწოდებთ ამ ადამიანებსაც, რომლებსაც არ დაგვაუჯდეთ, რომ მაგალითად ქალბატონმა ლორა თორტონმა პირდაპირ თქვა, ცალსახად დავალება მისცა ღიად და საჯაროდ, რომ თქვენ თუ გნებავთ რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ამისათვის აუცილებელია, რომ სოციალური ფონი იყოს სავალალო, ეკონომიკა ჩამოიშალოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ, რომ ხელისუფლება ძალადობრივი ფორმით შეიცვალოსო. ამ დავალების შესრულების ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები ცდილობენ მაგალითად მაგისტრალების გადაკეთებას, მაგალითად ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ, რომ თითქოს საქართველოში არის უზარმაზარი გამოსვლები და აღშფოთებული ხალხი შეკრებებს და მანიფესტაციებს ატარებს და ეს ყველაფერი მართულია ზუსტად უარყოფითი მოლოდინების შესაქმნელად, უარყოფითი მოლოდინებისა, რომელიც ბატონო და გამოწვევების ნაწილში რაც გვექნით. თქვენ ერთი წამით წარმოვიდგინოთ, დავასრულებ თუ შეიძლება. დიახ, დავასრულებ მაგ საკითხსაც, რომ წარმოიდგინეთ ეხლა, რომ ასეთი ადამიანები პირდაპირ გარედან მართული, გარედან დაფინანსებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ეკონომიკური წინსვლა ბოლომდე შეაფერხონ, ესეთი ქმედებები რომ არ იყოს, ჩვენ 9.1%-იან ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, რამხელა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა და სად იქნებოდა ჩვენი ეკონომიკა და როგორ იქნებოდა ეს ტრანსფორმირებული თითოეულ ოჯახამდე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნებოდა გაცილებით მეტი და ეს ადამიანები აფერხებენ ზუსტად ქვეყნის განვითარებას და ასეთია ზუსტად მათი დავალებას და როგორც ყურმოჭრილ მონებს შეეფერებათ, ასეთი მონური ფსიქოლოგიის ცდილობენ ეს ყველაფერი შეასრულონ. და არ დაგვაუწევთ, რომ ზუსტად ასეთი დავალება მისცა ქალბატონმა ლორა თორტონმა აკერმანის თუ რაც ქვია მის ორგანიზაციას წარმომადგენლებს. გასაგებია, ბატონო არჩო, მეორე ნაწილი თუ შეიძლება კითხვის არ დავტოვოთ პასუხის გარეშე. დიახ, არა, აუცილებლად გადავალ ამ საკითხს. რაც შეეხება გამოწვევებს, მაგალითად მუშახელთან დაკავშირებით, ხო? მაგალითად შესაბამის განათლებასთან დაკავშირებით, ისევ და ისევ საერთოდ რომ დავიწყებული ქონდათ, მაგალითად რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ ხელისუფლებაში, საერთოდ რომ დავიწყებული ქონდათ განათლების სისტემა, დავიწყებული. კი ბატონო, წარსულთან პარალელს რატომ ვაკეთებთ დღეს ბატონო არჩო, გამოსავალს რაში ხედავთ ამას ეხებოდა კითხვა. თქვენის ნებართვით.
დიახ, თქვენის ნებართვით მომეცით საშუალება რომ ბოლომდე დავასრულო ჩემი აზრი. ძიმესთან თუ გავჩერდებით, აზრის ჩამოყალიბება შეუძლებელი იქნება და ჩვენს მაყურებელს ვერაფერს ვერ გამოიტანს არცაც. ამიტომ ნახეთ, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ მუშახელის პრობლემა შეიძლება არსებობს და კვალიფიციურ მუშახელზე აქვს საუბარი, დიახ, ჩვენ ვაკეთებთ ზუსტად იმისთვის ამ ყველაფრის აღმოსაყრელად, მათ შორის ჩვენ ვავითარებთ პროფესიულ სასწავლებლებს, ჩვენს გვაქვს აი ამბიციური რეფორმა არის ახლა დაანონსებული, რომელიც პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ხორციელდება უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით მთლიანად სისტემურ ცვლილებაზე და მთლიანად მიდგომების ცვლილებაზე, მათ შორის სასწავლებლებში სასწავლო პროგრამის ცვლილებაზე და სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. დიახ, ეს ყველაფერი არსებობს გამოწვევის სახით, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. და პოლიტიკური არასტაბილურობა ამით დავასრულოთ თუ შეიძლება ბატონო არჩილ. 8 წლისთვის იქნება ეს რეფორმა ბოლომდე მიყვანილი. რაც შეეხება პოლიტიკურ არასტაბილურობას, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა არ არის. ჩვენს ქვეყანაში არის კონკრეტულად გარედან Deep State-ის თუ გლობალური ომის პარტიის მიერ დაფინანსებული ადამიანების მცდელობა, როგორმე შექმნან ილუზია განსაკუთრებით ეს საზღვარგარეთ, რომ მაგალითად ტურისტული სეზონის მიმდინარეობის დროს განსხვავებული მონოლდინები იყოს და ტურისტების ნაკადი შემცირდეს. ეს არის ხელოვნური თითიდან გამოწვეული მცდელობები, რომ როგორმე ეკონომიკური წინსვლა იყოს დაზიანებული და შეფერხებული. არავითარი აქ საუბარიც კი არ შეიძლება რაიმე პოლიტიკურ, თქვათ, არასტაბილურობაზე. დიახ, ქვეყანა დგას, ქვეყნის ინსტიტუტები მუშაობენ და სრულდება ის გეგმა და ის დანაპირებები, რომელიც ქართული ოცნების გუნდს აქვს მიცემული ქართველი ხალხისთვის, ამორჩეულებისთვის და დიახ, ჩვენ მათ შორის ვზრუნავთ იმ ადამიანებზე და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებიც ასე დავალებების შემსრულებლები არიან, რომ ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი, საქართველოს მოქალაქეა მთავარი და არა მათი პოლიტიკური შეხედულებები. დიდი მადლობა ბატონო არჩილ თქვენი დროისთვის, მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. ჩვენ უსმენდით არჩილ გორდულაძეს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. ასეთ იყო დღეს ჩვენი სათქმელი. მადლობა რომ გვიყურეთ. თავისუფლება მზია ამაღლობელს.